მადლობისა მეგობრებო, ყველას მოკითხვა, ბედნიერება, სიხარული და კარგი მხნეობა. დავიწყოთ ჩვენი ამბები. ეს სამშაბათი დღეა, პოლიტიკური მიმოხილვის დღეა. აი, გულახდიად გითხრა, არ მინდა ხოლმე ამაზე ლაპარაკი, მაგრამ რას იზა პოლიტიკა და გინდა არ გინდა ამ სამყაროში ცხოვრობ და ყველას გვეხება და იქიდან გამომდინარე რომ გვეხება და არ გვინდა რომ დავზიანდეთ, იძულებული ვართ გავაანალიზოთ, ვიფიქროთ და ასე თქვა სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ რომ არ დავზიანდეთ. და იქიდან გამომდინარე რომ ჩვენი არხი ცდილობს რომ დადებითად ვიყოთ განწყობილი და არ დავზიანდეთ და ერთმანეთს დავეხმაროთ, უნდა გავაანალიზოთ თან ჩვენ როგორ გვყავს გაანალიზება და ეხლა ვფიქრობ, იცით რა არის პოლიტიკა და არა მარტო პოლიტიკა, საერთოდ ადამიანმა თავისი სათქმელი უნდა თქვას. მაგრამ ჩვენ ხო მოწადინებული ვართ იმაზე, რომ ისე თქვა სათქმელიო ადამიანი არ გავაღიზიანოთ, არ გავაგიჟოთ, ასე თქვა უხეშობით და უბრალოდ დავაფიქროთ და ყოველ შემთხვევაში ამბიცია გვაქვს, რომ სათქმელი თქვა ისე, რომ ჩვენ გარშემო მყოფნი ადამიანები არ იყვნენ თქვა გაღიზიანებულები და რაღაც არაორდინარულები. სამწუხაროდ დღევანდელი განხილვა ცოტა მძიმე იქნება, იმიტომ რომ მძიმე თემას განვიხილავ. მე ვფიქრობდი მელაპარაკა ამ თემაზე, არ მელაპარაკა, მაგრამ მე ვიფიქრე რომ უნდა თქვა, იმიტომ რომ ჩემი პოზიცია არის ობიექტურობა და არა სუბიექტურობა, მაგრამ ისე თემა შევეხები, რომ ცოტა ვფიქრობდი, იმიტომ დავლოდებოდი პერიოდს და მე მეთქვა ეს თემა, მაგრამ მე რომ გამსაწყლე რაღაც გადამწყვეტ მომენტში, იმ მომენტში, როდესაც ხო იცი უნდა თქვა და მე შენი მომავალი თაობა კითხავს, აკა, აი იმ გადამწყვეტ მომენტში და იმაში შენ სად იყავი? რატო შენი პოზიცია ათვი, შენ რაღაცა არ გააკეთე და ნამდვილად არ მინდა რომ ჩემ მომავალ თაობას და შვილიშვილებს და მომავალ თაობას ისეთი სათქმელი მიეცეს, რომ აი პაპა ჩემი, მამა ჩემი, ბაბუა ჩემი იმ მომენტში რაღაც უკვე თამარული და რაღაცას აკეთებდა და უბრალოდ თავის პოზიციას არ ამბობდა. მაგრამ მე ვამბობ პოზიციაზე კი არა, უბრალოდ ობიექტური უნდა თქვა, რომ იმ ობიექტურ განხილვაში და რეალობაში ის გამოჩნდება და ყოველ შემთხვევაში როგორც კაცი, როგორც მამაკაცი, როგორც ოჯახის უფროსი და როგორც ჩვეულებრივი ქართველი კაცი პატრიოტმა კაცმა უნდა თქვას თავისი პოზიცია და აქედან გამომდინარე რომ როგორც წეღანა თქვი რომ ისეთი პოზიცია უნდა თქვა რომ იმიტომ კი რომ ვინმეს მეშინია და არ გავაღიზიანო, უბრალოდ კორექტურად, ობიექტურად, რეალურად უნდა თქვა ის რაც არის. ყველაფერი არის გამოსავალი. ყოველ შემთხვევაში მე ვცდილობ რომ არა მარტო ჩვენი არხიდან გამომდინარე, ჩვენი ანალიზიდან გამომდინარე, ჩვენ მიზეზი არ მივცეთ ადამიანებს და მსმენელებს, რომ ჩვენს მიმართ რაღაც სასწაული და შეფასებიდან გამომდინარე, რომ შეგვაფასონ. უბრალოდ რა არის იცით სამწუხაროდ ეხა რეალობა რაც არის სამყაროში, აი რო იწყებ რაღაცა საუბარს ობიექტურად ყველგან დისკუსიაში თუ საუბარში ვცნობ რომ მხარეს ელაპარაკები, არა ობიექტურად კი არ გელაპარაკებ, არამედ მხარეს ელაპარაკები და სამწუხაროდ 10 შემთხვევიდან როცა ვცდილობ ობიექტურად და დისკუსიაში შეხვიდე 7-8 გეწინააღმდეგა როგორც მხარე და ჩვენ არა ვართ მხარე, ჩვენ ვართ ობიექტურად მოაზროვნე ადამიანები და ერთადერთი ჩვენ ვართ იმ მხარე, ჩვენი მხარე, ჩვენ ვართ ღმერთის მხარეს და ღმერთი რასაც გვასწავლის და როგორც გვასწავლის და ჩვენს მორწმუნეები რომ ვცდილობთ რომ მას მივსდიოთ, აქედან გამომდინარე, ამიტომ ჩვენც ვიქნებით მაქსიმალურად ვალდებულები ვართ ვიყოთ ობიექტურები და ვაჩვენოთ და ჩვენ ხშირად ვამბობთ რომ ჩვენ ვაჩვენეთ იმას რაც არის, მარჯვნივ, არც მარცხნივ და ვიყოთ ობიექტურები და ვიყოთ ელემენტარულად ნორმალური ადამიანები, ყოველგვარი მიკერძოებისა და
გადახრებისა და თავისთავად ამ საუბარის დროს ჩვენი ყოველი საუბარი და ყოველი გაანალიზება არ უნდა ემსახურებოდეს ადამიანების წყობინა გამოსვლას, უბრალოდ ადამიანებს საშუალება უნდა ვიცეთ იფიქროს და მისცეს თავარი ჩვენ თავისუფალ არჩევანს ვაძლევთ ადამიანებს, როგორც უნდა ისე გადაწყვიტოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კორექტულად, ლამაზად და რასაც ქვია ქრისტიანული გზით უნდა განვიხილოთ ყველაფერი. დავიწყოთ საერთაშორისო განხილვით. ტრამპა არ გვეშვება ეს კაცი. ეხლა საქართველოში ერთი აჟიოტაჟია ატეხილი, რომ ტრამპა წერილი გამოგზანა ჩვენ პრემიერ-მინისტრს. არის ერთი ამბავი ატეხილი. კოცებს უხარიათ, რომ აი თუმე ჩვენო გვაღიარეს არჩევნებიო. და აქეთ უკვე ამ ოპოზიციის ჯინაზეო ხო ხედავ ტრამპა ყურადღება მოგვაქციაო. ჩვენ შევხედოთ ახლა ისა არც იქით არც აქეთ მეგობრებო. ახლა ჩვენ რომ თავრობა ყავდა მართავს ახლა ჩვენ ქვეყანას ცუდად თუ კარგად და ახლა ეს აჯიეტოეზე ეს რეალური თავრობა არ არის თავრობა და ამაზეა მთელი ყურადღება, მაგრამ ფაქტია ისიც რომ 2 წლის თუ რამდენი წლის შემდეგ როგორც იქნა ტრამპამ საქართველოს მიაქცია ყურადღება და რაღაცა წერილი გამოაგზავნა და მე სიტყვაზე ამ რაღაცას ვიტყვი ხა დიპლომატი შეიძლება არასწორად ვამბობ, მაგრამ იქიდან გამომდინარე რა თქმა უნდა ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან წყნარად და მშვიდად, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად ვილაპარაკეთ თვითონ რომ ვამბობ ტრამპაც უკვე ამბობ რომ ეს არის არასერიოზული კაცი, არ ვიცი ხა არასერიოზული მე შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებ, მაგრამ ტრამპით ამით გამოხატავ ამ ადამიანის პოლიტიკას და აი მოკლედ ვიტყვი რა, აი დააკვირდით ამ ტრამპამ ყველასთან გააფუჭა საქმე. ფაქტია რომ ჩვენ ვილაპარაკია არია მთელ მსოფლიოს სიტუაციას, აქ ამერიკაში მისი ყოველი გამოსვლა, ყოველი რაღაცა თქმა უკვე აი ხალხი იცინის და დასინია, ხო? ეხლა მე ხო არ ვიგონებ აბას, გადახედეთ Fox-ი, გადახედეთ CNN-ს. ეხლა მე რასაც ლაპარაკობ, ეხლა არა მარტო ჩემი დასკვნა, არამედ ამ წყაროებიდანაც, იმ საინფორმაციო წყაროებიდან ვუყურებ და უბრალოდ რასაც ვხედავ, იმას ვამბობ. 2 წელია უკვე თითქმის პრეზიდენტია ეს კაცი და აბსოლუტურად ყველასთან გაეფუჭა საქმე, საკმაოდ არ აყავს მეგობრები, თქვენ ხშირად ვილაპარაკეთ, რომ დილით ერთს ამბობს, მეორე დღეს, შუა დღეს მეორეს, მესამეს საღამოს მესამეს და არია მთელ ქვეყანაში სიტუაცია და არა მარტო ქვეყანაში, ყველა გადაიკიდა, ევროპა გადაიკიდა, ისრაელი გადაიკიდა, ირანი ხო ომი დაიწყო, იქ გრენლანდია, იქ კანადა, დავარქვათ რომ არასერიოზული კი შეიძლება იქ თავის ფულზე გადაყოლილი ადამიანია და ფულს აკეთებს და ფულით უყურებს ყველაფერს, მაგრამ ფაქტია რომ ყველა უკრაინა გადაიკიდა, რუსეთი კაროჩე ერთი სიტყვით და ამ დროს ასეთი ადამიანი იგზავნის წერილს და რა უნდა. ეხლა რო დაფიქრდე ვარ, მარტო საქართველოს დარჩა, ეხლა მაგის ინტერესი, რაღაცა ინტერესი უნდა, მაგრამ ვინაიდან არასერიოზული და არასტაბილური კაცია, აქ უკვე ჩვენი მთავრობა და ჩვენი საზოგადოება ძალიან ყურადღებით უნდა იყოს, რომ რაღაცა შეცდომა არ მოუვიდეს მთავრობას და ხალხს და რაღაც უაზრობაში არ ჩაგვიყვანოს, იმიტომ რომ ამ ადამიანს რა აქვს თავში და როგორ უნდა ვერ გაიგებ. და ამ დროს ჩვენთან ზოგიერთებს უხარია ტრამპა წერილი მოგწერაო რა. რა ვიცი. გასახარია? ჩვენ ვამბობთ იმას რაც არის. მე მგონი კენ უნდა ვიყო ძალიან ყურადღებით. ეხლა რო უსმენ ხოლმე ანალიტიკოსებს ირანის ომი, რუსეთის ომი და საერთოდ რო დავიწყე საუბარი პოლიტიკაზე, ზუსტი ანალიზის გამოტანა საკმაოდ ძნელია. ჯერ კარგად რო გაანალიზებ, მაგრამ ისეთი არაორდინალური და ისეთი არალოგიკური რაღაცები ხდება, სწორი დასკვნის გამოტანა ძალიან ძნელია და ძალაუნებურად ხდები
მომხრეს ელაპარაკები რა. აი ხა წარმოიდგინეთ რუსეთ-უკრაინის ომი. ეხლა კი უკრაინამ ბომბავს იმ რა ქვია იმას რუსეთის ნავთობის შემნახვის ბენზინ გასამართლებლად სადაც ნავთობს აწარმოებენ და უკრაინა იგებს ატყდა ერთი ამბავი და რუსეთს დედა აქ ნატილები და გამოდიან ტიპები რომ რუსეთს სულაც აქვს საქმე უკრაინა მოგებაზე მიდის და ამ დროს მეგობრებო შეხედეთ ნახევარი უკრაინა დანგრეულია ქალაქები მოსახლეობა დანგრეულია რუსეთი ბომბავს ანადგურებს და აქეთ ახლა უკრაინა ის ისეთი ობიექტები დრონების საშუალებით რომ დამბობა და ეს ისე თქვა ვიდა აი არაობიექტი ფაქტია რომ ბომბავს და რაღაცა მაგრამ იმის თქმა რომ რუსეთი დაინგრა და გადაინგრა და უკეთ ცუდად აქვს საქმე ხო არ არის მართალი ხო ეხლა თუ გავიხსენეთ ეხლა რუსეთის ისტორიას დაბომბვას კი არა მოსკოვი იყო აღებული და ჰიტლერმა და რა ვიცი ნაპოლეონმა და სიზმედე ნახევარი რუსეთი ქონდა დაპყრობილი შემოყოლება რუსეთმა მაინც თავისი გაიტანა იმიტომ უნდა იცოდე რუსეთის ისტორია რომ ამას რო ამბობ ეხლა იტყვიან შენ რუსისტი ხარ რუსისტი არა ვარ ისტორიას გადახედეთ ეხლა რაღაცა დაუბომბეს და ის დაუმბობეს და რუსეთი დაანგრეულია და ამ დროს გავიწყდება რუსეთს როგორ ეგ რუსი თვითონ ბალახს შეჭამდა მაინც გაიტანს ის ისტორია გაიტანა ეს იმას ანიშნავს მე ხარ რუსეთს ვაჩვენის ამ რუსეთის ხარესავა და მე რეალობას ვამბობ მაგრამ დღევანდელ დღესაც ეხლა ის რაღაც დავკი მართალია სიღმეებში დრონი ეხლა ახალი ტექნიკაა ხო ეხლა ფაქტურად ისეთი ტექნიკაა რომ შეიძლება რუსეთი ამისთვის ათ არის ხო და შეიძლება გამოასწოროს ეხლა დრონი რა არის მიდის ძალიან შორს პილოტო ტექნიკური ისა საშუალება შევიდა იქ რუსეთის სიღმეებში მაგრამ ამ დროს უკრაინა დანგრეულია მოსახლეობა ქალაქები დანგრეულია და რაღაცას უაფიქრებს აი ისეთ თქმავით რომ აქაც არა მომხრეები ელაპარაკებია მაგრამ ხან უბრალოდ რაღაცას აფეთქდება იმას აფეთქდება და არის ერთი ამბავი მაგრამ რეალობა სხვა არის რუსეთი ჯარი დგას აი ერთ-ერთი ასეთი ამდენი წელია ვერ აიღო ვიცით რომ ვერ აიღო არ აიღო მაგრამ რა ხდება და როგორ აიღო მე ხშირად ვამბობ დათქვამი აი უბრალოდ ელემენტარულად მე ხო სამხედრო არა და ალბათ თქვენ სამხედრო არა ხართ ხო ეს ევროპიდან რო ნუ თავისთავად ეხლა რუსეთს ვინებს უკრაინის საშუალებით ევროპა და ეს ძალები ებრძვიან ხო ამას წყალი არ გაუვა მაგრამ ეს ხიდები რო აკავშირებს ევროპას რა ქვია იმას ევროპიდან უკრაინაში რო გადადის ხიდები და ტექნიკა ხო შედის ელემენტარულად აი სამხედრო რო ხარ უბრალოდ ეს ხიდები რო ააფეთქო ხო პრობლემები შეექმნება ის ტექნიკა ხო არ შემოვა უკრაინაში მაგრამ კეთდება არ კეთდება და აქ უკვე ბევრი კითხვები ისმის ეს ომია თუ რა არის თუ როგორ არის ხო და აქედან გამომდინარე ისე და ისე ჩვენ რომ დავიწყეთ საუბარი უნდა ვიყოთ ობიექტურები ეს კი ფაქტია რომ რაღაცა ხდება ეხლა თუ ადრე უკრაინას ნებართვას არ აძლევდნენ რომ რუსეთის ტერიტორიაზე რაღაცეები ესროლა რაღაცეები რას ქვია მოდი შეხას რაღაცებს იმას ვიძახი ახსოვს რომ ბაიდონის დროს თვითონ აბარაგებდნენ მაგრამ რუსეთისკენ არ იწვა ეხლა ეთქვა ნებართვა მისცეს ეხლა აქედან რუსეთი ბალისტიკურ რაკეტებს ისვრის ეს დრონებს ისვრის და ვერ გაიგებ რა ამიტომ მე რაც როგორცაც უნდა ვიყოთ ობიექტურები ფაქტია რომ საშინელება ხდება და რომ მიდის ეხლა ლაპარაკი ხარ პუტინს ეუბნებიან დაამთავრე ომი მაგრამ არ ამთავრებს რა ხდება როგორ ხდება ღმერთმა იცის აი ვერ გაიგებ რა ხდება მაგრამ ფაქტია რომ საშინელება ხდება იგივე შემიძლია თქვა ტრამპის და ირანის ამბები ხო დაიწყო ომი მერე გააჩერა ეხლა ფეხბურთი დამთავრდა და ეხლა ისე ვიწყებს იქ ხელშეკრულებები რაც იყო ის ყველაფერი დაარღვია და რო ჩაწვდე და რო გაანალიზო იგივე რეალობაში ხდებით რომ რა ხდება არ ვიცი მაგრამ ხდება ის რომ საშინელება და ეხლა იძახიან აი ამერიკა ფაქტია რომ ტრამპს გენელები ეუბნებოდნენ რომ არ დაიწყო ეს ომი ამას ვერ გავაკეთეთ მაგრამ არ დაუჯერა და ნუ დომხალია და ეს ტრამპატრუმპაც ეს ნუ რითი თქვა ამიტომ რომ სამყაროში ისეთი რაღაცეები ხდება რომელსაც აი
ვერ ხდები რა, კიდე ასე გაანალიზე, კიდე ისე გაანალიზე და მე ეჯახები იმას, ეს ამის ხარეს არის, ის იმის ხარეს არის და როგორც გაწყობს იმას უყურებ. მე თუ ირანის ხარესა, ირანის ხარესა და იქიდან უყურებ. აი თუ ამერიკის ხარესა, ამერიკის ხარეს უყურებ და გახსოვთ ჩვენ წინა ვიდეოში განვიხილეთ, რომ აი ჭეშმარიტება ერთია, მაგრამ როგორი კუთხით უყურებ რა და როგორ ხარეს, როგორი თუ იმის ხარესა ხარ და იმის ხარესა ხარ, იქიდან უყურებ, თუ აქედან უყურებ და აი რასაც უყურებ, ეს ფაქტია, რომ პოლიტიკა და სამყაროში მიმდინარე პროცესები ისე მიდის, რომ ვის ხარეს ახას იმ კუთხით უნდა უყურო რა და იმას CNN-ს უყურებ და მიმდინარე პროცესებს ამიტომ CNN-ის კუთხიდან უნდა უყურო და მაგას ვაღიარებ, აქედან Fox-ის ხანერთ უყურებს, იქიდან ფორმულა მიმდინარე პროცესებს ასე უყურებს და რახან შენ ფორმულას თვალით უყურებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ესე იგი ისე ხდება, ამ დროს რახან იმედის თვალით უყურებს, ხანერად ხდება, აი რაცა თქვი რა და ცოტა ძნელია და ამიტომ ჭეშმარიტება ერთია, მაგრამ როგორი კუთხიდან უყურებ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს რეალობა ხდება, არეულობა და ქაოსი. ეხლა მაგალითად ბიბლია რო განვიხილოთ, ხოთაშორის ბიბლიაში კარგად რო შეისწავლო, ეს ქაოსი ნაცინასთან მეტყველებია და ისეთი პროცესები წავა, აი ბოლო აპოკალიფსის განხილვაში განიხილება, რომ ადამიანები ისეთ უაზრო რაღაცებს გააკეთებენ, ისეთ პროცესები წავა, რომ ვერ გაიგებო რა. ისეთი არეული დრო წავაო, რომ ანალიზ ვერ გაიკეთებო და ესა ანალიზ ვერ გამოიტანო და ფაქტობრივად ამ რეალობის ფაქტის წინაშე დგავართ, რაც ხდება. ქაოსი შეიძლება დიდი ხარისხებით არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ტრამპა, პუტინი, საქართველოს მიმდინარე პროცესები, რა ვიცი, რომ დააჭდე, აი ხშირად არის ხოლმე ჩემი შვილები მეკითხებიან, ეხლა მე მაინც როგორც მამა ვარ და როგორც უფროსი კაცი, რაღაცნაირად გამოცდილება მაქვს ცხოვრებაში მიღებული და მეკითხებიან, რა ხდება პროცესები ბოლომდე და მეც ვერ უხსნი, იმიტომ რომ მე თვითონ ვარ, ეხლა თავისთავად ეხლა მამა რო ხარ, მშობელი რო ხარ, კიდე არ გინდა და აუცილებელი შენი გამოცდილება გაუზიარო შენ მომმართავობას და ვერ უხსნი, იმიტომ რომ ესეთი არეული სიტუაცია გარშემო ყველგან და ყველაფერში და სამწუხაროდ ჩვენ ვართ ამ რეალობაში მოხვედრილები. და აი ახლაც მინდა ერთ ძიმე თემას, ხო, აი მიდის ეს პროცესები, ვანალიზებთ, ტელევიზორს უყურებ იქით-აქით და ხედავ, რომ ბევრ რაღაცას ატო ვერ გებულობ, იმიტომ რომ დამალულია, ვცნობ, რომ ბოლომდე არ გეუბნებიან და ბოლომდე რომ გაანალიზო და ის გაანალიზო, უნდა ჩაწვდე ყველაფერში და სანამ ჩაწვდები იქამდე იმ საშუალებას არ გაძლევ, იმიტომ ინფორმაცია არ აქვს და რახან არასწორი ინფორმაცია გაქვს, მერე შეიძლება ვიღაცა მომხრე ხდები და იქიდან გამომდინარე იძახი. ეხლა რატო წარმოვიწყე ამ დესაუბრები? ეხლა საერთაშორისო პოლიტიკა მე წეღანას ცოტა ძნელია ამაზე საუბარი, მაგრამ ვერ გავექცევით და ერთ-ერთი მტკივნეულ თემას მინდა შევეხო, რომელიც ჩვენ ყოველ შემთხვევაში როგორც საქართველოს მოქალაქეებს და ჩვენ მოსიყვართ ჩვენი სამშობლო, ისევ და ისევ ეს ავათსენებული არაბიზაციაზე მინდა შევეხო, იმიტომ რომ ჩვენ რო ჩავთავთ ტელევიზორს, ჩვენ რო ჩავთავთ საინფორმაციო წყაროებს, ხედავ, რომ საქართველოში ძალიან ცუდი პროცესი მიდის ამ იმიგრაციის და ამ პრობლემის შესახებ დემოგრაფიული და ის ამ არაბიზაციის შესახებ და არავინ არ ლაპარაკობს საინფორმაციო წყაროებს და თითქოს არაფერი არ ხდება და ამ დროს არის ხალხი რომ ნერვიულობს ამაზე იქ ეს ტელევიზორში აჩვენეს ქალები მიწები რომ ისეთ ირანელები მოდიან და ვითომც არაფერი არ ხდება და ამ დროს უკვე იწყებს ისე და ფიქს და მე გამოდის ხალხი რომ ხალხო ამ ხელა პრობლემის წინაშე დგავართ, იმის წინაშე დგავართ, უკვე ხალხი ნერვოზი აქვს და რაღაცას ასწავლოს ელოდებიან. ეხა ემზადება არ ვიცი ის კონსერვატორები პატრიოტა ისინი ემზადებიან რაღაც გამოსასვლელად პრესში და მე ისე თქვა მინდა ეხლა ეს ტექნიკური ამბები როგორ ანაერად, მაგრამ
საზოგადოებაში რომ დაძაბული სიტუაცია ამ კუთხით და იმის შიშია რომ ეს უცხო ემიგრანტები წაგვიეკავენ და რამდენი ისა გვაქვს ხო ჩვენ ეს გავრცელებული ცდებას საინფორმაციო წყაროებში, მაგრამ აი ვისაც დიდი, ვისაც რაღაცა გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, მე გულისხმობ მთავრობას, ვითომც არაფერი და ამ მთავრობას მომხრე ადამიანებიც ხმას არ იღებენ, მე გულისხმობ ჟურნალისტებს, ტელევიზიებზე, ექსპერტებს და პოლიტიკურ მიმოხილველებს. მას არ იღებენ და აქ უკვე იწყება ჩვენი ანალიზი, ალბათ რაღაცას ელოდებიან და ამაზე ყველა ჩვენ მეჭრანუაშვილობაზე გვსეკეთეთ, ჩვენ ვილაპარაკეთ, სამწუხაროდ მთავრობა ამ ფულზე გადაფრულია, მათო ფულზე რო აქვს ეს აქცენტი გადატანილი და რატომღაც ვითომ ვერ ხედავენ ამ სირაქნების პოზიცია უკავიათ, ამ დროს ჩუმად მაინც რაღაცებს აკეთებენ და ელოდებიან. მე ჩვენ წინა მიმოხილვას განვიხილეთ, რომ ელოდებიან ხალხის ასე ვთქვათ რეაქციას, ან აკვირდებიან და ჩემი პირადი ანალიზი და ჩემი ინტუიცია მაძლევს რომ დაატორმუზებენ გამორიცხულია ეს, მაგრამ ნუ ფაქტია რომ ხალხი დაძაბულია სიტუაცია და აი უყურებენ ხალხი როგორ იქნებიან, თუ ინერტულები იქნებიან, თუ რეაქცია არ ექნებათ ერთი წუთი იქამდე ისე ფაქტია რომ მაინც თავის საქმეს გააკეთებენ და თუ გააკეთეს თავისი საქმე და თუ ჩვენ ფაქტის წინაშე დავდექეთ, ეს იმას ანიშნავს, რომ ნუ რა მოყვება ამას მეგობრებო, ელემენტარულად ვთქვათ, გაიტანეს ეს პროექტი და ააშენეს ეს არაბული ქვეყნები, მეთქი ქალაქები, რა იქნება გამოსვლები, დაძაბულობა არ შეწყდება, იქნება პირდაპირ ვიტყვი აფეთქებებით მოუსვენობა და საზოგადოება არ დაწყნარდება, იმიტომ რომ შენ მთავრობა რო ხარ, შენ უნდა იზრუნო, მაგრამ ვერ გაიტანს, იმიტომ რომ კი თქვა გაიტანს, მაგრამ აი წარმოიდგინე რა მოყვება, ეს იქნება სულ ხაოსი, აი ელემენტარული გათვლა საჭირო და ამას მოყვება, რა ვიცი, მე მგონი სწორად ვამბობ, ხო არა ვარ მე ხა სუბიექტური, მე ვარ ობიექტური. აი წარმოიდგინეთ, დაიწყო ტრაქტორების აშენება, ამათმა ჯარები, მე წინა იმაში თქვი ჯარები გამორიცხულია, ის ხალხი ჯარისკაცები და პოლიციელები ხალხის შვილები არიან, მაგას არ გააკეთებენ. თქვათ მე ამბობდი, როგორ უნდა გავაკეთოთ რეფერენდუმი ჩავატაროთ, მაგრამ მთავრობას ეს რეფერენდუმი არ აინტერესებს და აშკარად ეთყობა, რომ ელოდება ძალა, აი ძალით გამოიყენეს, მაგრამ თუ გამოიყენა ძალა, გამორიცხულია, თუ აი ყველაზე ცუდ ვარიანტს ვიძახი. მთავრობის კაი ვარიანტი თუ გაიტანეს და ააშენეს ეს ქალაქები, ვარიანტი არ არის, ხვალზე შეიძლება ის პატიმრები დაიჭირონ, მებრძოლი ხალხი დაიჭირონ, თუნდაც ჩემი სახით, თუნდა იმის სახით, რომელიც არ გაჩერდებიან, მაგრამ ვარიანტი არ არის, მაგას ვერ გაიტანენ. აი, როგორ არის, აი შეიძლება ააშენო, მაგრამ წავა მე ეს ტერორები, ჯგუფები და გავჭე იქნებით ქაოსში და არ ვიცი. ვიქნებით ქაოსში, რა, ეს ქაოსში ცუდი ხარისხი შეხედო, ახალი ხარისხი. საჭინელება იქნება, ხო იქნება, მაგრამ ვიღაცა ფიქრობს არ იქნება, მაგრამ აი ელემენტარულად ლოგიკურად ვიფიქრო და რომ იყვე იქნება ქაოსი. მაგრამ ამ ქაოსში მე ზოგი იტყვისო, მე წავალ ამერიკაში ვიწყებ, ევროპაში, მე საქართველოს რაც უნდა ის დააკვირვა, მაგრამ გამორიცხულ რაც უნდა ეს უსრულდეს, მაგრამ გამორიცხული იქნება რაღაც აი გაუჩერებელი ქაოსი. და გვინდა ქაოსი მეგობრებო? რა ვიცი, მე არ მინდა და დარწმუნებული ვარ, ჩემნაირი ხალხი ძალიან ბევრია და სამწუხაროდ ასეთი მოფიქრალი ხალხი ძალიან ბრმათავართ და ეს თუ არა, ეხლა გამოდიან ხოლმე, აი ხალხო ის გავაკეთოთ, ეს გავაკეთოთ და უკვე უკმაყოფილება მოდის, რომ ხალხი არ ფიქრობს ამაზე და მიდის მომზადება. ჩვენსა და 20 სექტემბერში არის დიდი გამოსვლა, ხო? მაქამდე მანდ ერთი ეჭვი მაქვს, მე კიდე ვიცით რა არის. აი ეს როგორ არის ხოლმე ეს მაგალითად აი საკანში რო ვიჯექი ხოლმე ადამიანს რო დასჯიდა, ვიღაცას რო დასჯიდა ხოლმე, ხო პიტაპი პარაშასთან იჯექი და არ გამოხვიდე და
და შეიძლება ასე მოხვიდეო რა, ასეთი დასჯის მეთოდი იყო. მაგრამ კი არ იჯებოდა ეს ადამიანი, უფრო ბრაზდებოდა და უფრო უარეს შედეგზე გადიოდა, აი თვითონ ვერ ასწორებდა, ხო? აი ციხეზე გამახსენდა ახლა მაგალითად საერთოდ როგორ არის ადამიანი რაღაცას დააშავებს, უმეტესობა ყოველ შემთხვევაში ჩვენი სახელმწიფო პირდაპირ ციხეში უშვებდა ადამიანებს რა. და გამოდიოდა რომ ეს ადამიანი მერე ციხიდან ციხეში კი არ გამოსწორდებოდა, არამედ იქიდან უფრო უარესი დაზიანებული მენტალიტეტი გამოდიოდა, ამაზე ნალაპარაკები გვაქვს და იმიტომ რომ მართლა შენ აი მაგალითად მე მაგალითად მთავრობაში რო იყო სიტყვაზე ახლა მოკრეთ ვიტყვი ადამიანად რაღაცა დააშავა იმას უფრო დავაჯარიმებ ვიდრე ციხეში და ჩვენთან როგორ იყო ქათამს მოიპარა და მილიონს მოიპარა და ადამიანი ერთი და იგივე იმაში სვავდნენ რაღაც ხარისხობრივად ადამიანი გამოსწორებაზე უნდა იყო და არა დასჯაზე და აი პარაშაში რომ დავსვავდით ხოლმე იმას ვითომ დაჯეკით დასჯილი ხარ იმ სუნში და გვერდზე იყავი და ვითომ რომ გამოსწორდებოდა მაგრამ უფრო უარესი ხდებოდა და უფრო ბრაზდებოდა რა ესე ისეთი თქმა მინდა ესე ყველაფერს უნდა გონებით მიდგომა და მიდგომა და აი ახლა ეს ამდენი ვითომ მიდის აი ახლა ჩვენ მთავრობაში ახლა რა ხდება აი იგნორირების პოზიცია ხდება ხო ეგ ვიღაცა ხალხი ნერვიულოზი ემზადებია მიტინგზე და აკეთებს ადამიანები მთავრობა და ხელმძღვანელები სულ სხვა რაღაცას ლაპარაკობენ იგნორს უკეთებენ იგნორს და ამასობაში ის გაიცვითება იმას ემოცია დააკვდება და აი ეს პოლიტიკაა რა და გონი გასაგებად ხო ცოტა მეც ამერი იმიტომ ნერვიულობ და აი ეს იგნორირების ესეთი მეთოდია რა და ამისთვის არის საჭირო გაანალიზება და სწორი მოქმედება და მეორე ვერსიებია და არის საჭირო ობიექტურობა და აი მივადგე ყველაზე მძიმე თემას და ეს რო არ თქვა არ გამოდის მაგრამ როგორც დავიწყე საუბარი ეს უნდა თქვა სიყვარულით გაგებით და მოთმენით და ობიექტურობით პირდაპირ გეტყვით მე ხა დავიწყებ კრიტიკას არა მე იმედი მაქვს რომ მე რაღაცა არ ვიცი და რაღაცა ხდება აქედან გამომდინარე მაგრამ მე ისიც უნდა ვთქვა რომ მე ძალიან უკმაყოფილო ვარ ჩვენი საპატრიარქოს პოზიციით მეგობრებო მე შეგახსენეთ რომ მე საპატრიარქოს ეზოში ილია მეორეს როგორ ვიცნობ იცი აი მე ალბათ მაქვს მაგის უფლება და არა მარტო მე მე რომ ვამბობ ეხლა და უკმაყოფილობად გამოვხატო საპატრიარქოს მიმართ რატო ეხლა ჩემ წინა ვიტყვი რომ მე იქ ვარ გაზრდილი 10 წლის ასაკიდან აი პატრიარქი 2-3 კაცი რომ დადიოდა ეკლესიაში მე პატრიარქს ბავშვობიდან ვიცნობ და მთელი ეს სკოლა გავლილი მაქვს ეკლესიურად და ეხლაც მაქვს ამბიცია რომ ცოტა ეკლესიური ვარ და მორწმუნე ვარ რა თქმა უნდა ბევრ შეცდომებს უშვებ და ფაქტობრივად მე გავიზარდი როცა იყო ეროვნული მოძრაობა როცა ზვიად გამსახურდია გიორგი ჭანტურია თქვაში ტრიალებდი და აი ჩამჯდარია ყველაფერში სიყვარული საქართველოს სიყვარული რაღაცა და დღეს ეხლა ეს ხალხი რომ ცოცხალი იყოს აი ზოგჯერ ფიქრობ ხომ ეს ხალხი რომ ცოცხალი იყოს ამ პოზიციას ეხლა რაც ეხლა საპატრიარქოს უკავია ამას როგორ შეგხედავდი აი თუნდაც არ ვიცი აი წარმოუდგენელია რა აი რა ხდება იმიტომ ეხლა თქვენი მე ვთქვი რომ საპატრიარქო ეხლა ზოგი მეტყვი საპატრიარქო პოლიტიკური ორგანიზაცია და ვაფშე არა ეს საჭირო და აი ხა პროტესტანტები იძახენ შენ თუ იძახე რომ მე შენ ბიბლიას მიყრები ბიბლიას და საპატრიარქოს სულ არ ჭირდება ეს ხო პროტესტანტული მიდგომაა რა მაგრამ მე ამას არ ვიძახი ყოველთვის ბრევს და მოწმუნე ადამიანებს ჭირდება წემსი რომელიც სორგზაზე ან რაღაცაზე შეცდომით დროს სორგზაზე დააყენებს და ასე უყურებ ეს საპატრიარქოს და როგორც დისციპლინარულ ორგანიზაციას ეხლა იქ თეოლოგიურ თემებში არ ჩავიჭრები მაგრამ მაგის გარეშე გამორიცხულია და ყველა ვიცით რომ საპატრიარქოს ეს თქვა ეს ინსტიტუტი ასე რომ ხა მე ინსტიტუტს არ ვიწყო მაგრამ საზოგადოებაში დასაცავად ძალიან დიდი გავლენა აქვს საზოგადოებაზე და შემოატრიალებს ყველაფერს და რასაც აკეთებდა და როგორც მიდიოდა პროცესები ილია მეორეს დროს მე ისე გავიზარდე და ისე რომ მან სიმართლეს კი შეიძლება ვერ გაგეტანა მაგრამ სიმართლეს სათქმეს
ყოველთვის ამბობდა საპატრიარქო და რაღაც პოზიცია ეკავა და ასე ვიყავი და დღეს რა ხდება მეგობრებო, აი არ ვიცი. ამ ხელა საშიშროების წინაშე დგავართ. ვთქვათ არაბიზაციის, მაგრამ საპატრიარქო არანაირ პოზიციას არ აქვს. იგნორირების ისა აქ რა პოზიცია დაკავები და რა ხდება ვერ ხვდები. ალბათ შეიძლება მე არ ვიცი ინფორმაცია არა მაქვს. არ არის პრობლემა ნებისმიერ დროს მე თუ ვინმე საპატრიარქოს წარმომადგენელი შემდგომ მე ხო თბილისში ჩამოვა მე მაგალითად ეხლა რო არიან ეპისკოპოსები და მამაოები და თანამდებობის პირები ნუ იერარქიაში მაგენი სად იყვნენ რომ მე იქ ვიყავი და ყველაფერი ნასწავლი მქონდა და ყველაფერი მაგრამ რატო ხდება იგნორირება რა ხდება რა არის არ ვიცი აი მე გულის ტკივილით ვიძახი და ნეტავი ვწდებოდე და ნეტავი და მინდა რომ ვწდებოდე რომ საპატრიარქო ერთ რაღაცა აზრით ხავს ხო ხედავ ხალხი ნერვიულობს ამას ამ არაბიზაციას რა მოყვება აი წეღანაც რო იქნება არეულობა ჯგუფები და აგნარი და რა ვიცი ხა საპატრიარქოს ვარდებულება მარტო წირვაზე იარო და ეს თარდა ბიბლიაში რა წერია რომ შენ წემსი რო ხარ წემსი ხო უნდა ჩვენ არა ვართ რევლი ჩვენ წემსის ჩვენ ყურადღება წემს ვარ ჩვენ ჩემნაირ ხალხს და იმ ხალხს რომელსაც აი დაძაბულია ქვეყანაში სიტუაცია იქ ხვა არ უნდა მოიღო ეხლა მეც ეხლა ხშირად ვამბობ რომ ყველაფერს აქვს თავისი დრო მაგრამ მე იმას არ ვიძახი ხა საპატრიო გამოვიდეს მაგრამ სათქმელი შენი პოზიცია უნდა თქვა შეიძლება ვერ გაიტანო ხა კომუნისტების დროს ეკლესია როგორ შევიწროებული იყო ის მაგრამ ის თავის პოზიციას იდგა შეიძლება თავის ის ვერ გაიტანა მაგრამ დღევანდელი საპატრიარქოს პოზიცია ასეთი იგნორირება ასეთი ვითომ არაფერი არ ხდება ქვეყანაში და ეს არაბიზაცია ხა იმ დღეს უყურებთ დემოგრაფიული გადასაჭრელიაო დემოგრაფია ხო გადასაჭრელი და ერთ-ერთი დიდი პრობლემა ხა დემოგრაფია აგერ გელი ხავს აგერ გელი მოვიდა და იქ შენ ეს რეული ჩემი სახი და იმის სახით ასე მიტოვებული რატო ყავს და დავიჯერო იმ ბიბლიაში რო წერია რომ ისეთი რაღაცები მოხდება რომელსაც ვერ მიხვდები და ვერ გაანალიზებო ასეთი რაღაცა ხდება ჩვენთან ახლა ამ მომენტში და ძალიან დასაწყვეტია რომ ეხლა მე კი თქვათ მაგრამ როცა მიყვარს და ვექვემდებარები საპატრიარქოს თქვათ მიმართულებაზე მე მიმაჩნია რომ საპატრიარქოში რაღაც გაანალიზების შემდეგ უნდა გამოვიდეს და თქვას მაგრამ იგნორირება ხდება და რა ვიცი თუ მართლა ინსტიტუტია საპატრიარქო და პოლიტიკური დივიდენდები და გამომდინარე მოქმედებს არ მოქმედებს არ ვიცი და მე რომ ვამბობ სიტყვა არ ვიცი რამდენი ადამიანია ჩემერო და არ ვიცით რა ხდება იქნებ გაგვაგებინოთ და პოზიცია დააფიქსირეთ რომ არ ვიძახეთ რაღაც დროშა და რაღაცა პოზიცია დააფიქსირეთ და ასე თუ ისე ბიბლიაც ვიცი და ასწავლმა ბოლოს და ბოლოს მე რამდენჯერ ვიძახი რომ მაქსივცეში ვარ გაზრდილი და 10 წლის ასაკიდან მაგ აი ბიბლია რო არ არსებობდა და ათეისტური ქვეყანა იყო და აი გარემოებაში ვარ გაზრდილი და მე დღევანდელი დღე რასაკეთეს აი იმიტომ თქვი ძიმეთება მეთქი მაგრამ მე რო ეს არ მეთქვა და ეს პოზიცია არ გამომეხადა მე არ ვიქნები სწორი იმიტომ რომ ჩემი ეხა თუ გატარდა და საქართველოს მართლა ქართველები საქართველოში უმცირესობაში დავრჩით და ნუ გავიღუპეთ და აირია სიტუაცია ყოველ შემთხვევაში რაღაც გარკვეული წლების შემდეგ ჩემს თავმოყრებას და ჩემ იმას ეცოდინებოდ რომ მე კატეგორიის წინააღმდეგი ვიყავი ამ არაბიზაციის ეს არ უნდა განხორციელდეს ყოველ შემთხვევაში შეიძლება გამომივა თუ არ გამომივა მე ჩემ პოზიციას ვაფიქსირებ და ძალიან აი ესეთი პოზიციით რა აი საპატრიარქო და აი ესეთი თვალებით ველოდები რა შვებით ხალხო რა შვებით რაღაცა თქვით რაღაცა გაგვაგებინეთ და ტრამპატრუმპების და მეჭღანვარჯულების და გოფსეკების და შინაკების იმაში უნდა ვიტრიალოთ და საერთო ჯამში მამონა უნდა დაგწლიოს სიტყვა მამონა რომელიც არ ვიცი კი ძალიან დიდი ტკივილია ეს ყველაფერი
ვიცი, აი მე იმედია რაღაცა სიგნალი მაინც აი წამოდგეს სადამდევარ მისული მე რაღაცა სიგნალი საპატრიარქოდან და რო ვიხსენებ 80-იან წლები და 90-იან წლებში რა ტრიალებდა იქა და აი ეს არის ჩემი გულის ტკივილი მეგობრებო რა თქმა უნდა ჩვენ ვიცით რომ ღმერთი არ მიგვატოვე ჩვენ ვიცით რომ რაც ხდება ყველაფერი ღმერთიდან ხდება ის ცუდი და კარგი და ალბათ რაღაცისთვის და იქიდან უნდა გამოვიტანოთ და დაასვნა. უბრალოდ რა არის იცით აი იმ დღესაც მე თქვი წინა იმაში რომ ეს ადამიანთან მქონდა საქმე და მე ხო სულ ვიძახი მე ღმერთია ჩვენი გადამჩენი და ის მეუნება მე ღმერთისგანო ვერაფერს ვერ ვცნობ და მე რატომ და წავიდე ღმერთისგან და გადავიდე და მაგაზეც წავიდე დისკუსია და ეხა ბევრი ესმის რომ ბევრი ადამიანი საპატრიარქოს განიხილავს აი უმაღლეს სიწმინდე და რაღაც იბად მაგრამ არ არის სიწმინდე არის თავისი ბიბლია და სამწუხაროდ ეს საპატრიარქო არის მრევლის წემსი ჩვენაირი ხალხი წემსი და სამწუხაროდ წემსები და ისინი შეცდომებს უშვებენ და იმედი კარი ხა მე რატო მაგრამ ნუ მიმიხდით ხო მეგობრებო აი მე გული მტკივა ამაზე და რა ვიცი არ ვიცი აი დაველოდოთ მე დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერი კარგად მოხდება მაგრამ მინდა რომ იმ საფუძველი რაზეც ჩემი სამყარო დამყარს საიდან დავიდა ჩემი თქვათ მეცნობიერება რასაც ქვია სარწმუნოება რელიგია ბიბლია საპატრიარქო რომ იწყემსი რაღაცას არაკეთებს იმას რაც საჭიროა ეს არის ჩემი ტკივილი მეგობრებო მაგრამ შინაგანი ბუნება მეუნება რომ ყველაფერი კარგად იქნება და მე ხედავ წეგანაც რომ დავიწყე ლაპარაკი მე ისე ლაპარაკობ რომ ვინმეს არ შევეხმა მგონი ზედმეტი არ მითქვია მე გული ტკივა ჩემნაირ ხალხს გული ტკივა და გაგვაგებინეთ რა ხდება გაგვაგებინეთ თავრობიდან ვიცით რა ხდება მარტო ფულზე ფიქრობა და ეს საპატრიარქო რა შვება მე დიდი სიამოვნებით ნებისმიერ დროს ნებისმიერ წარმომადგენელთან დავждები და მე კი არ დავждები კაცო გითხარი და თქვენაირი ხალხი დააწყნარეთ რა თორე იქნება ქაოსი იქნება უბედურება იქნება რა ვიცი რა იქნება საშინელება და არ გვინდა ამ ხალხს და რა ვქნა თორე კარგით მეგობრებო აი ეს ტკივილი მინდოდა მეთქვა მაინც ეს პოლიტიკური მას კი განვიხილავთ მაგრამ ამაზე დიდი პოლიტიკა და ამაზე დიდი ტკივილია იმიგრაცია და რასაც ქვია ის რომ გარკვეული 5-10 წლის შემდეგ საქართველოში ქართველი დარჩება უმცირესობაში და იქნებით რაღაც იქნება კაი მანქანა კაის მაგრამ უმცირესობაში იქნები და თბილი შეხედეთ საქართველოში არ ვიცი ну ყოველ შემთხვევაში მე დიდი სიამოვნებით ჩემი გულის ტკივილი ეს არის. კარგით მეგობრებო, დაგემშვიდობებით. ჩვენ ყოველ შემთხვევაში ვაკვირდებით ყველაფერს და როგორც ვიდეოს დასაწყისში თქვი, ჩვენ ვიქნებით ყოველთვის ობიექტურები, ვიქნებით კორექტურები და არასდროს არ ვიქნებით აი იმის ხარეს, ამის ხარეს. იმიტომ რომ თვითონ უფალი გვეუბნება უნდა იყო ობიექტური, უნდა იყო ისე მე შენ გასწავლე როგორ უნდა მოიცე, რა უნდა გააკეთო და რა ვიცი თვითონ უფალი გეუბნება ამას რა უნდა გააკეთო როგორ უნდა გააკეთო ისე და რატომ არ უნდა დაინახო და რატომ უნდა იყო დაბმავებული ნუ ესეც ვიცი ჩვენ რატო რანაირად მაგრამ არ გინდა და უბრალოდ მე წეღანაც ვიდა სამწუხაროდ მე დაახშირად მეორდები მაგრამ არ დავიღლები მე ჩემი თავი და ალბათ კიდე მოდი ჩვენი მომავალი თაობის წინაპრები ვარ და ჩვენი მომავალი თაობა ჩვენი საქციელით რო იტყვიან სად იყავი, რას აკეთებდი აი შეიძლება ვერ გააკეთე და ვერ განახორცე მაგრამ იმ პოზიციასაც არ აფიქსირებ ამიტომ თქვენ დავაფიქსირეთ ეს პოზიცია და ყველაფერი მოიცი ადამიანი არ თავზე ვიცი რომ მერტი ჩვენთან არის და სამწუხაროდ აი ისევ და ისევ სიზარმაცე ხო ჩვენი ფორმულა როგორ არის მეთქვა შექმნა ადამიანი ბედნიერებისთვის როგორც ბედნიერი
ყველაფერი უნდა გაუფრთხილდეთ ერთმანეთს და არ ვიზარმაცოთ და მე მგონია აი ზარმაცობს ეს ჩვენი საზოგადოება რაღაცა მიზეზებია, ბევრი მიზეზები და იქიდან გამომდინარე არ უფრთხილდებით ერთმანეთს და რა ვიცი ახლა მე ყოველ შემთხვევაში ახლა რაც ავთქვი, მგონი ზედმეტი არაფერი არ მithქვია, უბრალოდ ვთქვი ობიექტურად ჩემი გულის ტკივილი და ბევრი ადამიანის გულის ტკივილი. ველოდებით და დავაკვირდებით ყველაფერს. კარგად აბა გემშვიდობებით მეგობრებო. ჩვენ ისევ სრულებს რომ გადავიღოთ ვიდეოები, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ. შევხვდებით მომავალ საინტერესო, იმედია საინტერესო ვიდეოებში. კარგად.